შუადღე TV3-ზე კვლავ პირდაპირ ეთერშია და გადაცემის ბოლო დასკვნითი ნაწილი დაეთმობა სასკოლო სპორტის ფედერაციას. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ სასკოლო სპორტის საქართველოს ფედერაციამ აირჩია თბილისის სასკოლო ფედერაციის ხელმძღვანელობა და დაარსა უпростоრად აირჩია თქმა უნდა შესაბამისად ხელმძღვანელობაც. სწორედ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით რაც წარმოადგენს თლიანად საქართველოს სასკოლო სპორტის ფედერაცია და კონკრეტულად რა სამუშაოებს ასრულებს, რა დავალებები ექნება თბილისის სასკოლო ფედერაციას, რა კუთხით იქნება, რა მიმართულებით მუშაობები და როგორ გატარდება ღონისძიებები, აი ამ ყველაფერზე სასაუბრო ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოს სასკოლო ფედერაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი. მოგესალმებით ბატონო გია და ახალდარჩეული თბილისის სასკოლო ფედერაციების ხელმძღვანელი ქალბატონი ეკატერინე ყარყარაშვილი. გილოცავთ ახალ ასე ვთქვათ სტატუსს და ამდეობას ვთქვათ ასეც. დარწმუნებულიო რომ ეს თანამშრომლობა იქნება წარმატებული და ბევრ კარგ სასიკეთო საქმეს მოიდას, თუმცა აი რა სასიკეთო საქმეები უნდა მოიდანოს, რა უნდა გაკეთდეს და რაზე უნდა იმუშაოთ, აი ამ ყველაფერზე უკვე ჩვენ ეთერში ვისაუბროთ. ტელემაყურებელს კი მინდა შევახსენო რომ თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, დასვით შეკითხვები, თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. ტელეფონის ნომერია 245 77 27. შეგიძლიათ Facebook გვერდზეც მოგწეროთ თქვენი შეხედულებები, შეგახსენებთ რომ ჩვენი Facebook მისამართია ქართული შრიფტით შუადღე TV3-ზე. დავიწყოთ მაშინ ჩვენი დღევანდელი დასკვნითი ნაწილი და მინდა ასე ვთქვათ ბატონო გია თქვენ კითხოთ ზოგადად რამდენი წელია და რა პერიოდია არსებობს სასკოლო სპორტის ფედერაცია, რა ფუნქცია და რა მიზნები აქვს თქვენს ასე ვთქვათ აი ამ ფედერაციას. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ეთერში მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს ფედერაციას, გეტყვით 2 წელია ზუსტად მეორე წელია რაც ჩამოყალიბდა, ხოლო ფედერაციის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა სასკოლო კლუბი მორკინალი იყო პირველი კლუბი, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ საქმიანობდით სკოლებში ჩვენ. ხოლო როდესაც უკვე გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა, ანუ პირველი იდეა ფიქსი რა იყო? პირველი ჩამოყალიბდა სასკოლო კლუბი მორკინალი 2011, მაშინ გაწევრიანებული ვიყავით 5 საჯარო სკოლა. აი მიზანი რა გქონდათ? მიზანი იყო, გეტყვით, ჩვენ ამ კლუბის ჩამოყალიბების მიზანი იყო პირველი, რომ იმ დროს საერთოდ ასე ვიტყოდი, რომ სკოლებში არ ტარდებოდა რაიონის მასშტაბით ჩემპიონატები, თუ ტარდებოდა ძალიან მწირი რაოდენობით. და ჩვენ თვითონ სკოლებმა გადავწყვიტეთ მასწავლებლებმა შევკრებილიყავით და დაგვიარსებინა სასკოლო კლუბი. რაც შეეხება სასკოლო კლუბს 2 წელი ვატარებდით ამ რომელი რაიონის სკოლები იყო და დანინა ძალადების 5 საჯარო სკოლა. პირველ რიგში თქვენ პირველ ნაბიჯზე დაიწყეთ თქვენ მოქმედება. რაც შეეხება ფედერაციის ჩამოყალიბებას, უკვე 5 საჯარო სკოლა, ამ 5 საჯარო სკოლას მოემატა სხვადასხვა სკოლებიც, ძალიან გაიზარდა მოთხოვნაც სკოლებიდან, რომ ჩართულები ყოფილიყვნენ. ანუ ესე იგი თქვენ როდესაც შეიკრიბეთ ეს 5 სკოლა უკვე სხვებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ შემოერთებულიყვნენ ამ კლუბს. აქტიურობაც ესე ვთქვათ პროგრესია განიცადა, ნელ-ნელა სურვილები. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩამოყალიბებულიყო საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, რომელიც ფედერაციაც უკვე გავიდოდა რეგიონებშიც და რეგიონებს შემოიერთებდა და ჩვენ უკვე მეორე წელია რაც საქმიანობთ ამ ჩვენ სფეროში და უკვე ჩამოვაყალიბეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფედერაცია. ჩამოვაყალიბეთ მცხეთა-მთიანეთის ფედერაცია, ჩამოვაყალიბეთ შიდა ქართლის ფედერაცია, ხოლო რაც შეეხება თბილისის სასკოლო სპორტის ფედერაციას, მის ჩამოყალიბებას კიდევ მინდა გითხრათ, რომ შარშანდელი წელი ესეთი დატვირთული და ხანგრძლივი იყო, რომ წელს იმდენი საქმე მოგვაწყდა ჩვენ ფედერაციას, რომ ფაქტიურად შეუძლებელია უკვე თბილისიდან იმდენი სკოლა სურველი რომ ჩაერთოს ამ ღონისძიებებში, შეუძლებელია ჩვენ ეროვნულმა ფედერაციამ ამ ყველაფერს გავართვათ თავი. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლობა გახდა იმისა, რომ შექმნილიყო თბილისის ფედერაცია შექმნილიყო. გეტყვით, რომ შარშან ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობდა
უпроსტად ჩამოყალიბებული ბავშვი. ხო, მაგაზე აუცილებლად დავსვამ შეკითხვას, თუმცა მანამდე თუ შეიძლება რომ მითხრათ, ესე იგი, იგივე თბილისში ყველა სკოლა გაწევრიანდა უკვე ფედერაციაში? არა. რაც შეეხება გაწევრიანებას, დღეს დამირეკა ერთ-ერთმა სკოლის დირექტორმა და გვითხრა გამოხატა სურვილი რომ გაიგო ჩვენ თბილისის ფედერაციაში ოქმენით სურვილი გამოთქვა რომ გაწევრიანდეს ჩვენს ფედერაციაში. რა თქმა უნდა ჯერ სულ რაღაც 2 დღეა რაც ჩამოყალიბდა ეს ფედერაცია და ქალბატონი ეკატერინეც იზრუნებს ამ მიმართულებით და შემოიერთებს სხვა საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს და დირექტორებს. ქალბატონი ეკატერინე, ესე იგი რამდენიმე დღეა დაფუძნდა ფედერაცია, რა მიზნები ექნება ამ ფედერაციას კონკრეტულად, რა დავალებები ექნება და რამდენად ხელგეწიფებათ რომ შეასრულოთ და აი რამდენად მოსაც ვიტყვი, თქვათ, ქონიათ მსგავსი გამოცდილება პრაქტიკაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. რა შეეცით საქმე? შაშანი იმდენად დაწვირთული იყო წელი და იმდენად ბევრი იყო სკოლა. შაშან თქვენც მონაწილეობდით? რა თქმა უნდა, თითოეული მასწავლებელი ვღებულობდით მონაწილეობას და ერთმანეთს ვეხმარებოდით იმაში, რომ ჩვენ გვჭირდებოდა მსაჯები, ჩვენ გვჭირდებოდა სხვადასხვა ღონისძიებების გაწყვეტა და ჩვენ თავზე გქონდა აღებული ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორების დახმარებით, იმიტომ რომ დარბაზები ყოველთვის ჭირდა. თუ არა მათი თანადგომა, ნამდვილად ვერაფერს ვერ გავაკეთებდით და ძალიან ბევრი სკოლა იდგა ჩვენს უსასყიდლოდ ყოველთვის მზად იყვნენ რომ შაბათი კვირა იქნებოდა ეს თუ სკოლის შემდგომი პროცესი დრო დაეთმო ჩვენთვის დარბაზები და ყველა იმ სპორტის სახეობაში რაც უფრო ათვისებულია ფრენბურთი, ხელბურთი, ფეხბურთი იყო თუ ფუტზალი იყო თუ რაც იყო ყველაფერში აბსოლუტურად გვერდში გვედგნენ მაგრამ რაოდენობა როდესაც იზრდება კარგად მოგეხსენებათ რომ ჭირდება ძალიან დიდი მეთვალყურება ჭირდება მეტი ორგანიზება ამ ყველაფერს რომ დონემ უფრო და უფრო მოიმატოს და ბავშვებმა იგრძნონ თუ რისთვის იბრძვიან რას აკეთებენ და ვფიქრობთ რომ დღეს დაახლოებით ალბათ სხვადასხვა სახეობაში 50 სკოლაზე მეტია გაწევრიანებული შაშან ალბათ 100-მდე სკოლა იყო სხვადასხვა სახეობაში და წარმოიდგინეთ რომ წელს თითოეულ სახეობაში 50-ზე მეტი სკოლაა მხოლოდ თბილისიდან ჩართული და ეს ჩვენთვის მისასალმებელია, იმიტომ რომ ბავშვებისთვის იმდენად მისაღები აღმოჩნდა, ბევრ ოჯახს მოგეხსენებათ არ აქვს საშუალება ბავშვი დატვირთოს სპორტით, ამიტომ ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ. ჩვენი სურვილია ეს, რომ უფრო ჯანსაღი, უფრო ნორმალურად მოაზროვნე ბავშვები გაიზარდონ და რაც უფრო მეტი იქნებიან, უფრო მეტად შევძლებთ მათ დახმარებას და მათი სურვილების გამოხატვას უკვე აი ამ სფეროში. ძალიან კარგი. ბატონო გია, თქვენ ახსენეთ რომ 2 წლის განმავლობაში უკვე ეს ფედერაცია მუშაობს, სასკოლო ფედერაცია და აი ამ პერიოდის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ჩაატარეთ, რა ღონისძიებები იქნა წარმოდგენილი ბავშვების მიერ და როგორი იყო დაინტერესება თვითონ მოსწავლეების მხრიდან. რაც შეეხება ჩვენი ფედერაციის ძირითად მიზანს, გეტყვით რომ ეს არის პირველ რიგში მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობთ უკვე სკოლებში და მარტო ჯანსაღ ცხოვრებასთან ერთად გვინდა რომ აუზარდოთ როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივად განვითარებული ბავშვები. აქედან გამომდინარე ჩვენი ღონისძიებები მარტო სპორტული შეჯიბრებებით არ განისაზღვრება. ჩვენ დავიწყეთ პირველივე ჩვენი ღონისძიება ეს იყო აქტიური მოქალაქის ამანათი, სადაც გარბენთან ერთად მონაწილეობდნენ ინტელექტუალური ბავშვები, ინტელექტუალური მიმართულებითაც იყო ეს სამოქალაქო განათლებიდან იყო კითხვები და შერეული სახის ღონისძიება გავაკეთეთ. აქედან გამომდინარე კიდევ ჩვენ შემოვიღეთ ახალ განათლებასთან ერთად ვახორციელებთ წიგნის კითხვასთან დაკავშირებით პროექტს წაიკითხე უპასუხე და დასვეკითხვა. ყოველ ხუთშაბათს იდება გაზეთში წიგნი ჩვენი ფედერაციის მიერ. ერთი კვირის განმავლობაში ვაძლევთ ბავშვებს საშუალებას რომ წაიკითხონ ეს წიგნი და კვირის ბოლოს უკვე ვდებთ კითხვებს. ეს პროექტი უკვე 1 წელია რაც მიმდინარეობს. პირველი ეტაპი დასრულდება სავარაუდოდ დეკემბერში და გამარჯვებული ბავშვები გამოვლინდებიან. ასევე ჩვენ დავიწყეთ აქცია გაუფრთხილდი ბუნებას აჩუქე წიგნი თანატოლს პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა ანუ სკოლებმა დადგეს მწვანეყუთები სკოლებში შევაგროვეთ ქაღალდის ნარჩენები მაკულატურა და ეს მაკულატურა გადავცვალეთ წიგნებზე
და გადაცვლილი წიგნები ვაჩუქეთ ბერი ანდრიას ფონდს ბავშვებს დავეხმარეთ. კარგი აქცია. და ეს აქციაც გრძელდება ყოველთვის ბოლოს ვაპირებთ ანალოგიურად გადავცვალოთ ეს დაგროვილი მაკულატურა წიგნებზე და დავეხმაროთ ამ ბავშვებს. შვენიერია. თუმცა რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს და აქტივობებს, ქალბატონო ეკატერინე თქვენ ახსენეთ რომ იმ პერიოდში, როდესაც თბილისის ფედერაცია ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ამ შეჯიბრების მოწყობაში. რა სახეობებში იყო უფრო დიდი დაინტერესება ბავშვების და რა შეჯიბრებები ჩატარებული? რა თქმა უნდა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი და ფეხბურთი რა თქმა უნდა ლიდერობდა იმ სახეობებში, რაც ჩატარდა. იყო ბამბიქტონშიც და არ იყო მაინც და მაინც დიდი რაოდენობა სკოლების, მაგრამ წელს დაინტერესება თვითონ ბადმინტონის ფედერაციისა ძალიან დიდი, რომ სკოლებში შემოვიდნენ, ჩაატარონ მასტერკლასები, ბავშვებს აჩვენონ თუ რა არის კლასიკური ბამბიქტონი და რაც შეიძლება მეტი ბავშვი მოვიზიდოთ და ამ სახეობაშიც იყოს ჩატარებული შეჯიბრი. ფრენბურთში და კალათბურთში, ხელბურთში და ფეხბურთში წელსაც ძალიან დიდი რაოდენობა ყავს გუნდებისა, გაცილებით. ანუ დაიწყო ჩემპიონატი წელს. კი. ფუტზალს ვიწყებთ შემდეგი კვირიდან, ხო ბატონია? ჩავერთვებინდა. გისმენთ? რაც შეეხება საშეჯიბრო სისტემას, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 4 სასკოლო ლიგა, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და ხელბურთი, რომელიც გრძელდება მთელი წლის განმავლობაში, ვიწყებთ ნოემბრის შუა რიცხვებში და მთავრდება ივნისის დასაწყისში. შარშანა ფეხბურთში ჩავატარეთ სასკოლო ლიგა, სადაც მონაწილეობდა 80-მდე საჯარო და კერძო სკოლის გუნდი. ასევე ყველაზე დიდი დაინტერესება იყო ფრენბურთში, აქ მონაწილეობდა 100 საჯარო და კერძო სკოლამდე. ასევე ჩატარდა კალათბურთი, სადაც 60-მდე საჯარო კერძო სკოლა იღებდა მონაწილეობას. ასევე ჩატარდა ფუტზალის ჩემპიონატი. ჩვენი ფედერაცია თანამშრომლობს ფუტზალის. ახლა ამასთან დაკავშირებითაც გითხავთ, ესე იგი, რომელი ფედერაციები არიან აქტიურად მხარდამჭერი თქვენი, რა თქმა უნდა, ამ ხელა შეჯიბრებების და ღონისძიებების ჩატარება სჭირდება გვერდში დგომა. ჩვენ ზოგადად ეს გადაცემა დავიწყეთ ამ კვირის ორშაბათს და პირველი სტუმარი გვყავდა სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი, რომელმაც ბრძანა რომ სკოლის აქტიურობა, სპორტში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ გარკვეულწილად ეხმაურება კიდევაც თქვენ თემას ეს მისი განცხადება. ალბათ სამინისტროთანაც გაქვთ მხარდაჭერა და ფედერაციებიდანაც გარკვეულწილად კიდევ. რაც შეეხება ფედერაციებს, ჩვენ თანამშრომლობთ, ვცდილობთ ვითანამშრომლოთ თითქმის ყველა ფედერაციასთან. ავაწყეთ ურთიერთობა ფუტზალის ასოციაციასთან, შარშან ჩავატარეთ პირველი საცდელი ტურნირი ფუტზალი სკოლებში. ანუ აქაც მონაწილეობა მიიღო 80-მდე საჯარო სკოლამ. წელს ვაპირებთ ანალოგიურად ჩავატაროთ კიდევ ჩემპიონატი და სადაც უკვე 120 სკოლამდე მიიღებს მონაწილეობას ბავშვები. რაც შეეხება კიდევ მზარდია ყოველწლიურად რეგიონები გვერდება ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი. რაც შეეხება კარატის ფედერაციას, თანამშრომლობთ ბატონო კახა ვასილიასთან. შარშანაც ჩავატარეთ საცდელად პირველი სასკოლო ტურნირი კარატეში სკოლებს შორის და სადაც მონაწილეობა მიიღო თითქმის 400-მდე ბავშვი. ძალიან კარგია, ძალიან მასშტაბურია. რა მეინტერესებს ბატონო, წელს კიდევ უფრო მზარდი იქნება, როგორც ვთქვი. წელს ვაპირებთ უკვე ორივე ფედერაცია ერთობლივად ჩავატაროთ საქართველოს თასი, ანუ საქართველოს მასშტაბით გვინდა უკვე რომ ჩავატაროთ, სადაც ვაჟებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ. ახლა ამასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ესე იგი რა კრიტერიუმებია მაგალითად ამ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის აუცილებელი? იგივე გოგონებიც მონაწილეობენ ჩვეულებრივად, იღებენ მონაწილეობას და ასაკი როგორ არის განსაზღვრული? იცით რა შეია საქმე? ასაკი ყავს პატარა ასაკი და დიდი ასაკი, რა თქმა უნდა, აქ არის მე-9-მე-12 კლასი გათვლილი დიდი ასაკისთვის ძირითადად. მე-7-მე-9 კლასი გაჩნია თქვა რა ასაკის ბავშვები არიან დაბალი წრის ჯგუფებში. მოთხოვნა ძალიან დიდია. ეხლა მაგალითად მე ვიცი რომ ფრენბურთში დაახლოებით 36 სკოლა ვაჟებს შორის მონაწილეობს. კიდევ არ არის ბოლომდე მოსული განაცხადების რაოდენობა და უფროსი ასაკია. კი 36, პატარებიც არის საკმაოდ დიდი რაოდენობით 15 თუ 16 სკოლა თუ არ ვცდები. გოგონებში ჯერჯერობით 5 სკოლაა დიდებში.
და 4 სკოლა პატარებში, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კიდე უფრო და უფრო კიდე რა მაინტერესებს პროფესიონალ სპორტსმენებს, უბრალოდ იმ სპორტსმენებს, რომლებიც წრეზე დადიან და ასე თუ ისე მაინც ერთი საფეხურით მაღლა დგან თავის თანაკლასელებზე. აქვს თუ არა მონაწილეობის უფლება ასეთ შეჯიბრებებში? რაც შეეხება ამ თემას ძალიან მოკლედ, თუ შეიძლება კიდე რაღაც მოვასწროთ, ძალიან მცირედ რჩება. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, იყო თავიდან ესეთი აზრი, რომ ეს ბავშვები არ ჩაგვერთო ამ შეჯიბრებებში. მაგრამ გადავწყვიტეთ პირველ ეტაპზე იგივე ის ბავშვებიც ჩაერთვნენ, იყვნენ სკოლის გუნდში და ჩვეულებრივი ბავშვი და ეს პროფესიონალური თქვათ სპორტსმენი ერთობლივად გამოვიდნენ სკოლის სახელით. ძალიან კარგია, მეც მივესალმები ამ განსაკუთრებით. დონე უფრო მაღალია, რა თქმა უნდა, გუნდისა, როდესაც იქ გაცილებით მაღალი რანგის. პირიქით თუ მოხდარა მაგალითად, რომ აი სიტყვაზე ბავშვი, რომელიც არც ერთ სახეობაში არ ვარჯიშობდა, შემდეგ დაინტერესდა თქვენი შეჯიბრების დროს და რომელიმე სექციაში მერე მივიდა და თავი გამოიჩინა, ან რაღაც გავსიმბოლო. რა თქმა უნდა, უამრავია ასეთი შემთხვევა და ზუსტად ამ საქმეს ემსახურება ჩვენი ეს შეჯიბრებები ბავშვების გაყვანა, რომ თითოეული ფედერაცია, რომელიც ჩვენ გვერდში გვიდგა დაინტერესებულია ჩვენი საქმიანობით, მეტი მოსწავლის მოძიებაში გვიწყობს ხელს. შეიძლება ბავშვმა საერთოდ არ იცის, რას წარმოადგენს, თქვათ, როგორი ფიზიკური მონაცემი აქვს, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ მისთვის მისაღებია სწორედ ის სახეობა, რაშიც მონაწილეობდა სასკოლო შეჯიბრზე და შემდეგ გააგრძელოს უკვე მომავალში საერთაშორისო ასპარეზი. დავამატებდი კონკრეტული მაგალითს ვიტყვი. 2011-12 სასწავლო წელი იყო. ჩვენ ჩავატარეთ მაშინ სპორტული კლუბი მორკინალი იყო. ფრენბურთის ჩემპიონატი ჩავატარეთ, სადაც სულ შემთხვევით ქუჩიდან აღმოჩნდა ესეთი ბავშვი, ნიჭიერი ბავშვი და დღეს ის ბავშვი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. მართლაც კარგ საქმეს აკეთებ და მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. ზოგადად სასკოლო სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად სპორტი მე ვთვლი რომ ბავშვებში უკვე უნდა იყოს იმ დონეზე დანერგილი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის გაყვება შემდეგ ამ სპორტის სახეობას, პროფესიონალურ დონეზე გააგრძელებს თუ არა. სპორტი ყოველთვის ჯანსაღ ურთიერთობებს აყალიბებს, როგორც თქვენ ბრძანეთ, იქ ურთიერთობები თვება, იქ როგორც ქალაქის, ასე ქალაქების და რეგიონების, ასე ქვეყნის მასშტაბით ეს ბავშვები ერთმანეთთან სხვანაირ ურთიერთობებს და კონტაქტებს ამყარებენ და ყველაფერთან ერთად თქვენ როგორც თქვით, ხშირ შემთხვევაში არის შემთხვევები, როდესაც უკვე პროფესიონალურ სპორტშიც კი გადადიან და ქვეყანას ასეთ კარგ ტალანტებს აწვდით თქვენი სასკოლო სპორტიდან. დიდი მადლობა წარმატებები ზოგადად ამ საქმის კეთებისთვის, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. შეგახსენებთ, რომ გია ბეგიაშვილი საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და ეკატერინე ყარყარაშვილი თბილისის სასკოლო სპორტის ხელმძღვანელი გახდათ ჩვენი სტუმრები. ჩვენ მათ კიდევ არაერთხელ მოვიწვევთ ახალ-ახალი წარმატებების შემდეგ და უკვე შუადღეც მილია ნელა მოახლოვდა საღამო და მე მინდა დაგებშვიდობოთ უკვე ხვალამდე, ისე რომ კარგად ზანდებოდეთ.